სოფლად სახლის პროექტი, რომელმაც ძალიან დიდი ინტენსივობა შეიძინა უკანასკნელ წლებში, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლიდან იწყება ამ პროექტის განხორციელება სამინისტროსა და სააგენტოს მიერ და აი წელს უკვე თითქმის 1400-მდე დევნილ ოჯახს ჩვენ გადავეცით სახლი თავისი საკარმიდამო ნაკვეთით და ოჯახები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსახლდნენ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი იმდენად წარმატებულია, რომ მომავალ წელს უფრო დიდი ტემპით იქნება შესაძლებელი ამ მიმართულებით მოძრაობა. მომავალ წელს ჩვენ გვინდა გავზადოთ ბიუჯეტი, თითქმის 60-65 მილიონს მიუახლოვდება სოფლად სახლის პროექტში ბიუჯეტი. ჩვენ დევნილ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი. ყველას უსურვო, რა თქმა უნდა, მშვიდობა პირველ რიგში და დევნილ საზოგადოებას რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება, ღირსეულად დაბრუნება აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დავასრულეთ სოფლად სახლის კომისიის მორიგის ხდომა. 600-მდე ბენეფიციარს, 600-მდე დევნილს მიეცა დადებითი პასუხი და მათ შეეძლებათ 6 თვის განმავლობაში შეიძინონ სახლი ნებისმიერ ადგილას მათთვის სასურველ ლოკაციაზე შესაბამისი მიწის ნაკვეთით, რომელიც შემდგომ უკვე დაეხმარებათ სხვადასხვა მეურნეობის წარმოებაში. მინდა მიულოცო დამდეგი ახალი წელი და მომავალი წელს უსურვო წარმატებული ბედნიერი ცხოვრება.